გამარჯობა მეგობრებო, ვინც გვიცნობს და ვინც არ გვიცნობს, შეიძლება იცით, რომ ვამზადებთ ეს ექსტერა მოგზაურობისთვის და ეხლა გადავწყვიტეთ, რომ ცოტა განახოთ, რას ვაკეთებთ, რაღაცები გამოვიწერეთ, ბარემ unpacking-იც გავაკეთოთ ახლა. გამარჯობა მეგობრებო, ჩვენი მიზანია Nissan Xterra Pro 4X მოვამზადოთ უგზაობისთვის. მოვამზადოთ მაქსიმალურად, როგორც შესაძლებელია ის. ეხლა დეტალურად აგიხსნით მანქანაზე რა კეთდება და დაგათვალიერებთ. ესე იგი, სანამ ნაწილებზე გადავალთ, მანამ გეტყვით, რომ მანქანაზე დაყენებულია 2 ინჩიანი body lift-ის ზერთი off-road-ის და უკან რესორი, რომელმაც მოგცა ასევე 2 ინჩის აწევის საშუალება. საერთო ჯამში ეხლანდელი მდგომარეობით უკანა სიმაღლე გვაქვს 4 ინჩით აწეული, წინა მხარე 2 ინჩით. ეხლა დეტალურად გეტყვით, პირველ რიგში ეხლა რა კეთდება ამას. დაკიდების სისტემა, Ratflos ბრენდის 2.5 ინჩიანი კორპუსით, custom built-ი, რომელიც ჩვენ შევუკვეთეთ სპეციალურად და აგვიწყვეს 3 კვირა მოუდგენ ამის გაკეთებას რა. ეს გვაძლევს დაახლოებით 2ჯერ გრძელი გაშლების საშუალებას წინ და 12 ინჩით გრძელი გაშლის საშუალებას უკან. ასევე შევიძინეთ განიერი დისკები, 2ჯერით განიერი დისკები ქართულად შედარებით, რათა ეს საბურავები 37-12 ნახევარზე კლაუ გამართულად დადგეს. ეხლა რაც შეეხება სალონას, პირველ რიგში მთავარია შევცვალოთ წინა ხიდი. წინა ხიდი იცვლება Nissan Titan Pro 4X-დან ამოღებული, რაშიც დადგება კბილანები 4x11 კბილანი და თავისი ყველა სალნიკით, მაჟეტით, ყველაფრით პაჩერნიკით უცვლით, რომ განახდეს ყველაფერი. რაც შეეხება ზედა მხარეს, ზედა გიტარა, ალთერმარკის ზედა გიტარა, რომელსაც თავისი სასმასკებიც აქვს. ქვედა გიტარა და უდარდები, რომელსაც სასმასკები აქვს ასევე. ზერთი off-road-ის ბრენდის უკანა ხიდის სასუნთქი, ქართულად ჩულობზე აქვს სასუნთქი და ხშირად იბიძნება და იმტვერება. იგივე ბრენდისვე გრძელი ტორმოზის ხაზები და წინა გიტარის ესენტრიკების ჩამკეტები რა. off-road-ის ხშირად არის შემთხვევა, როცა ქვაზე გადადიხარ, უხეშად ჩაარყავ, რაზვალი ირევა მანქანაზე და ეს მოგცემს საშუალებას, რომ ჩაიკეტოს ესენტრიკები და არ არიოს რაზვალი. ასევე უკან იგივე ბრენდისვე შაკლები, 2 ინჩიანი შაკლები და 2 ინჩიანი უკანა საბურავის სპეისერი. ეს საჭიროა იმისთვის, რომ როცა ტიტანის სავალი ნაწილები დგება წინ, საბურავები გამოწეულია და დგება ბაზა როგორც ტიტანზე და ვიზუალურად უკანა საბურავიც გაყვეს მას და ერთ მწკრივში იდგეს, ასე ვთქვათ, საჭირო იმისთვის. ეს წინა ლოკერი ტრეს ბრენდის ილოკერი არის, გადავწყვეტ ილოკერი, ზედმეტი კომპრესორი და ხმაური არ ქონოდა მანქანაში, ჩაგვიყენებოდა ილოკერი, ჩადგება ხიჩიას, ასევე Airbus 5, სადაც 1 ლიტრით მეტი ზეთი ჩადის ქარხუნხილთან შედარებით და დიდ კბილანას როცა აყენებ გრილად და ყველაფერმა კარგად მოიმუშაოს. ასევე ყუმბარები, Nissan Titan-ის ყუმბარები, ყველაფერი გადავწყვეტ, რომ ყოფილიყო ახალი და კიდევ ერთი 100,000 კილომეტრი უპრობლემოდ და უხარვეზოდ ემუშავა. ალთერმარკეტ გადავწყვეტ აგვიყენებინა რადიატორი კაროკვისთვის, დაახლოებით 3ჯერ ნაკლებია ქართული კაროკვის რადიატორი ამასთან შედარებით და როცა მაღალ დატვირთებზეა, ATF-ი არ გვინდა, რომ 60-70 გრადუსზე ზევით წავიდეს. ხო, ეს კონტინენტალის ღვედის დამჭიმებთ კომპლექტი არის. მანამდე ძრავი დასერვისებული ყველაფერად, მაგრამ ესეც ბარემ დავუყენოთ, რომ ძრავის გამართულად მუშაობდეს ყველაფერი რა. რამე ხო არ შეგვჭა. ხო, დაგჭირა ამეთი არაფერი, ლანჩის ტემპერატურები, დაბალწნევაზე, რომ კარგად იმუშაოს და აჩვენოს ყველაფერი გამართულად. საბოლოო ჯამში მანქანა 6 ინჩით აიწევს, 6 ინჩს მოგწევს ლისტს, წინას და უკანას. წინ ტიტანს ვაფშე დაახლოებით 4 ინჩს ლისტს გვაძლევს, 2 ინჩი ბოდილითი 6 ინჩია და უკანას რესორი 2 ინჩი, 2 ინჩი ბოდილითი და 2 ინჩი შაკლები. თანაბრად იდგება მანქანა 6 ინჩით დალიფტული და დადგება 37-იანი Wanda Claus
აგრესიული საბურავი, რომელსაც ჩემი აზრით მაქსიმალურად კარგად გავმართავს დიდი ჩარევების და დიდი ჭრების გარეშე ვინდობა.